აი სულ ამბობ ხოლმე, რომ ძალიან მოგწონს ჩვენი თავი, როცა ვამბობთ, რომ აი ჩვენს პირველი რესპუბლიკის დროს ყავდა 5 პარლამენტარი ქალი, რაც რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს 5 პარლამენტარი ქალიც აი მათ ბიოგრაფიებსაც თუ ესე ცოტა ჩაიძიები და სიღრმისეულად ჩახვალ, ნახავ, რომ არიან არაჩვეულებრივი პოლიტიკოსები, არაჩვეულებრივი აქტივისტები, არაჩვეულებრივი ორგანიზატორები და სიღრმისეულად იციან რაღაცა ფლობენ კონტექსტს და იციან სიტუაცია. მებრძოლი ტიპები არიან რა. იატაკ ქვეშეთში ბრძოლაც იციან, დაორგანიზებაც იციან, ანუ იქ რო ის უბრალოდ ქალები იყვნენ მაგიტომ იქ არავინ არ მოხვედრილა ხო თავისთავად და ბევრ მათგანს თითქმის ყველა მათგანს მერე გასაბჭოების მერე ქონდა ძალიან ტრაგიკული ბედი ხო ეგეც ვიცით ასე რომ იმის თქმა მინდა რომ ეს არ ყოფილა ისე რომ თითქოს მეც თავიდან ეგრე მეგონა ესე ჩანდა ყოველ შემთხვევისთვის რომ აი რაღაცა კარგმა ბიჭებმა გოგოებს მისცეს პოლიტიკური მონაწილეობის რა საარჩევნო ხმის უფლება და პოლიტიკური მონაწილეობის უფლება და ასე შემდეგ, მაგრამ ამასაც წინ უძღოდა ძალიან დიდი ბრძოლა. ხო ესე რაღაცა როგორც საჩუქარი ჩვენთვის ეს არაფერს არ მოურთმევია.